შიდა ქართლის გულში, იქ სადაც მტკვრის ნაპირები ისტორიის მრავალ საიდუმლოს ინახავს, დგას სოფელი მეტეხი. სოფლის ცენტრს დიდებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ამშვენებს. ტაძრის ისტორია საუკუნეების სიღრმეში იწყება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აქ პირველი სალოცავი თავად ვახტანგ გორგასალს აუგია მე-5 საუკუნეში, რომელიც დროთა ქართეხილებმა იმსხვერპლა. თუმცა მისი მადლი ამ ადგილს არასოდეს განშორებია. აქ მტკვრის კიდეს არს მონასტერი ყოვლადწმინდისა, გუმბათიანი, დიდი, მეტეხი კეთილშენი გორგასლისაგან საარქიმანდრიტო. საუკუნეების მანძილზე ტაძარს დიდი რეგიონული მნიშვნელობა ჰქონდა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა საარქიმანდრიტო კათედრას წარმოადგენდა. ჩვენს წინაშე აღმართული ჯვარგუმბათოვანი დიდებულება მე-11-მე-13 საუკუნეების ქართული ოქროს ხანის უცნობი ხუროთმოწყობის აშენებულია. ტაძარი ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში დიდი ოსტატობითაა ჩართული იშვიათი მწვანე ფერის ქვები. დასავლეთის კარიბჭეზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების უნიკალური ბარელიეფი. გვიან ფეოდალურ ხანაში, როცა შიდა ქართლს მტრის შემოსევებმა და ომიანობამ გადაუარა, ტაძარი მძიმედ დაზიანდა. ჩამოიქცა მისი დიდებული გუმბათი და კამარები. მე-16-მე-17 საუკუნეების ქართლის უძლიერესმა ფეოდალმა იოთამ ამილახვარმა ხელახლა ააგო გუმბათის ყელი და კედლებს პირვანდელი დიდება დაუბრუნა. კომპლექსი მხოლოდ სალოცავი არ ყოფილა. მის გარშემო აღმართული 4 კოშკიანი გალავანი საშიშროების ჟამს ადგილობრივი მოსახლეობის თავშესაფარ ციხესიმაგრედ იქცეოდა ხოლმე. დღეს ამ გალავნიდან მხოლოდ ერთი კოშკია შემორჩენილი, რომელზეც მე-19 საუკუნეში სამრეკლო დააშენეს. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დღესაც ჩუმად ინახავს წარსულის დიდებასა და იდუმალებას.